ვიტყვი ჩვენი მიზეზი დაბრუნების ემიგრაციიდან იყო ჩემი ძმის გარდაცვალება და მახსოვს. ამის გამო დავბრუნდით და ნუ მე დავრჩით დედაჩემის გამო. მაგრამ სულ იგრძნობოდა რომ ვიყავით თვალთვალის და მიყურადების ქვეშ, აი ზაფხულის პერიოდიდან განსაკუთრებით. ეს უკვე დრონების დაფრინავდნენ ჩვენ ფანჯრებში, უკვე ჭკვიანი კამერები დააყენეს. უკვე მეც უკვე ისე თვალით უყურებდი და იქ რაღაცა ისეთ მანქანებს ეზოში და ვიღაცა ადამიანებს ეჭვის თვალით უკვე უყურებდი და ნუ გრძნობდი ეს აი მოდი დავაზუსტოთ. ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც 4 ოქტომბრის გადაგეგმვა დაწყებულია? თუ არ მახსოვს ახლა ზუსტად და იმიტომ გეკითხებით. ჯერ არ არის 4 ოქტომბერზე საუბარი. ანუ ისედაც იყო თქვენზე მანამდეც ეს თვალთვალი და იყო და როგორც ჩანს უბრალოდ თავიდან ისე აინტერესებდათ ვინ მოდიოდა ჩვენთან, ვინ არ მოდიოდა, იმიტომ რომ ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდიოდა იმ პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ბაჩორო გამოვიდა ეგრევე წავედით ციხიდან. და ანუ ამდენი წლის უნახავი ადამიანები, მე ამ ჩემი ტრაგედიის გამო მოსასამძიმებლად კიდე ბევრი ადამიანი და ისედაც გასაცნობად ადამიანების, რომლებიც მე ამდენი ხანი გვერდში მედგნენ წლების განმავლობაში და ბაჩო არ იცნობდა, ჩაიზე ვეპატიჟებოდით და ჩვენთან სახლში და ძალიან უამრავი ადამიანი და არ ვიცი შეიძლება ამით დაიზაფრნენ რომ ჩვენთან ადამიანები მოდიოდნენ. და თან ინტერნეტიც გქონიათ. ინტერნეტიც გასაოცარია და ამ ინტერნეტით ადამიანებსაც ალბათ უკავშირდებოდით და ეს იმ თავითვე შეამჩნიეს. არ ვიცი ამ საქმეზე საერთოდ რა შეიძლება ვთქვათ, მაგრამ მოკლედ საოცარია მართლა. თქვენ რას უკავშირებთ ბაჩოს დაკავებას? თავიდანვე, როდესაც უკვე დაიწყეს თავიანთი პროპაგანდისტული მედიით რაღაც საოცარი განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს პარლამენტის მაკეტი ქონდა ბაჩო ახალაიას, ტროტილი იყო რაღაცა კიდე თემაში და ავლაბრის დაკავშირება სადეს მასთან. ბევრი იყო, ხო. და უკვე მივხვდით, რომ მიდიოდა ბაჩოსი თავიდან ესე ვთქვათ, გაშავება, როგორც ხდებოდა მანამდეც. და ეს რაღაცისთვის ჭირდებოდათ, ისე უბრალოდ არ გააკეთებდნენ არანაირად. მაგრამ იცოდით რომ მართლები იყავით, ანუ არ გადაწყვი, არც ერთ მომენტში არ გიფიქრიათ, რომ კიდევ უნდა წასულიყავით ქვეყნიდან? არ გვიფიქრია, არც ერთ მომენტში. იმიტომ რომ ნუ ეხლა რატო უნდა გაიქცე ეხლა შენი სახლიდან და შენი ქვეყნიდან და როცა რა ვიცი მართალი ხარ თავიდან ბოლომდე და არაფერი არ დაგიშავებია. ბაჩო აღმოჩნდა ციხეში და ციხეში აღმოჩნდა მე შეიძლება ცალიფეხით ეხაც ციხეში ვარ, იმიტომ რომ პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა რომ ჩემი სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველი და განსაზღვრული არ არის. თუმცა ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბევრი ვისაუბროთ ამაზე გვაქვს დრო და ამიტომ დროდადრო ჩაგერთვებით ხოლმე. ელოდებით რომ შეიძლება დაგაკავონ თქვენ. აი თქვენ ეს მოლოდინი გაქვთ, ეს გაცნობიერებული გაქვთ, რომ შეიძლება აქამდე დავიდეს ეს რეჟიმი, რომელიც მართლა ყველაფრის მკადრებელია და ყველაფერს კადრულობს, მაგრამ აი თქვენც კი მართლა დაგაკავონ და იმიტომ რომ როდესაც ჩვენთან შემოწვივდნენ ესენი 25 დეკემბერს ავტომატებით ერთ-ერთ პიროვნებას ეჭირა 4 ხელბორკილი ხელში და ესე ატრიალებდა ცხვირწინ. და ანუ მარტო მე და ბაჩოზე და გაგუაზე არ იყო, იქ კიდე რომელიღაც ოჯახის წევრზე იყო რა და აბსოლუტურად რომელიღაც ოჯახის წევრი ვინ ბავშვი შეიძლებოდა? შეიძლება 13 წლის შვილი არა, მაგრამ მეორე შვილიც ხომ მყავს კიდე. და სიძე მყავს კიდე. რომელიღაც არ ვიცი, ვიღაცას კიდე რომ დაშანტაჟების მიზნით. ყველანი სახლში ვიყავით, კი. რომელი საათი იყო ეს? სადღაცა 4:09-ისთვის დამირეკა გამომძიებელმა და სადღაც 4-ისთვის 5:15 წუთისთვის ესე უკვე მოვარდნენ. ხო, მე ვიკითხე რას უკავშირებთ თქო ბაჩოს დაკავებას და მე მგონი არ დაგასრულებინეთ ამ კითხვაზე. ხო, ზუსტად მაგას რომ ჭირდებათ, ჭირდებათ, ჯერ ერთი გადასაფარად ჭირდებათ. მეორეც ერთი აი ამ პროცესების გასაშავებლად ჭირდებათ, რაც ხდება, ეს გულწრფელი პროცესი, რაც გარეთ მიმდინარეობს ხალხის, აი ამის გასაშავებლად უბრალოდ აი ამიტომ იყო ეს დაწყებული მთელი ეს შავი პიარი უკვე ზაფხულიდან. დილუაშვილის დაკავების შემდეგ მოხდა ბაჩოს დაკავება. კი.
თქვენთვის ლილუაშვილის დაკავება, იმიტომ რომ ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩოს სახელი ხშირად ისმოდა ხელისუფლების პროპაგანდისტების და თავად ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უпростоრად თავად მათი მხრიდან. რაღაცა ის სულ უნდოდათ ამ საქმესთან მისი მიწებება. იყო თქვენთვის ეს რაღაც გარკვეულწილად ლილუაშვილის დაკავებას ვამბობ, გარკვეული სიგნალი, რომ შეიძლებოდა არის შემდეგი არა. არა, აბსოლუტურად არ დაგვიკავშირებია. ჩვენ უბრალოდ როდესაც ბაჩო საზღვარზე ვერ გავიდა, აი რამდენიმე კვირის წინ. 2 თუ 3 კვირის წინ იყო ეს ამბავი. ჩვეულებრივად მშვიდად, ძალიან მშვიდად გამობრუნდა ისე, რომ არც გვიკითხავს შესაძლოა რა მიზეზით, იმიტომ რომ არც უთხრეს რა მიზეზით არ გაუშვეს. და აქედან გამომდინარე უკვე ველოდებოდით ვიცოდით, რომ ეს ამბავი უნდა მომხდარიყო. ელოდებოდით, რომ რომელიმე დღე დადგებოდა ასეთი და მას დააკავებდნენ. და გადაუდებელი დაკავება ხო მოხდა, ანუ მოსამართლის განჩინებით არ შემოსულან. დაგვაკავეს და გაგვჩხრიკეს გადაუდებელი. იქ წერია, რომ ჩვენ ვაპირებდით გაქცევას და მაგიტომ დაგვაკავეს. და განადგურებას ტელეფონის და კომპიუტერის. ანუ დაგვიბარეს განუცხადეთ, რომ მოვიდოდით, მაგრამ 9 საათში მოვარდნენ იმ მიზეზით, რომ თურმე გავრბოდით. ნუ ჩვენ რომლებსაც ალყაში ვართ კამერების. აი ჩვეულებრივად ციხესიმაგრეში ვხედავთ რა, აი მათ მიერ გამაგრებულ ციხესიმაგრეში ყველა გადაადგილება იციან ჩვენი. კი, და თქვენ საუბრობდით ბაჩოს მობილურზეც და ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე თუ კომენტარში მოვისმინე, რომ მისი ნომერიც კი არ იცოდნენ, იმიტომ რომ მე მირეკავდნენ ხოლმეო, ანუ მაგ მიმართულებით რა ხდება ახლა? გაიგეს მისი ნომერი, მისი ტელეფონი არის მათთან თუ როგორ? მე არა მაქვს უფლება ძალიან ბევრი რაღაც არის ესეთი სათქმელი საზოგადოებისთვის მაგიტომაც დახურეს და გაუთქმელობაზე იმიტომაც მოაწერინეს ხელი და მე არა მაქვს წვდომა მასალებთან მაგის გამო, თუმცა ძალიან კარგად ვიცით რა ხდება და ყველაფერი გამოქვეყნდება მაინც და საჯარო იქნება ყველაფერი. ამას პირდები მე ქართულ ოცნებას. აი ამ რუსებს პირდები, რომ ამას დახურავენ თუ არ დახურავენ, საზოგადოებისთვის იქნება ყველაფერი საჯარო. უნდა დამიჭირონ და საერთოდ არ მიშინია. რაც უნდა ისქან, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. და რა ხდება იქ? და მე ვარ ამისთვის მზად, თუნდაც ამის გამო დამიჭირონ, საერთოდ არ მაინტერესებს. ყველა დეტალი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, აი ამას პირდები მე საზოგადოებას. რა არის ყველაზე აბსურდული თქვენთვის ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ თურმე სახში ინტერნეტი გქონდათ, Wi-Fi, თავიდან ბოლომდე აბსურდული. მისამართი და თურმე 300 რამდენჯერ, 353-ჯერ გქონდათ კომუნიკაცია. აუცილებლად უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეს საკითხი, რომ ზარებზე კი არ არის საუბარი აქ სატელეფონო ზარებზე. შაბათის ეთერსაც ქონდა არანაირი ეს არის ინტერნეტ აქტივობაზე საუბარი. ანუ წარმოიდგინეთ ეხლა ძალიან მარტივიანით რო ვთქვა, რომ ვიღაცა ეხლა ამ წუთას აყაჩაღებდეს რაღაცა ობიექტს და შენი მიბმა რო ჭირდებოდეთ საქმეზე, შენი და იმისი ინტერნეტ აქტივობა თუ დაამთხვიეს დროში, შეუძლიათ რომ თანამონაწილედ ან ორგანიზატორად სახლიდან ეჯექი და ეუბნებოდი რომ მიდი ეხლა იქ დააყაჩაღე, შევარდი, ესროლე, რაღაცა გაქურდე რა. ამისთვის არ არის საჭირო არანაირი აუდიო, ვიდეო, არანაირი ჩანაწერი მტკიცებულება. SMS-იც კი არ არსებობს. გონი არაფერი არ არსებობს. შინაარსზე, ანუ შინაარსზე კონტაქტ თუ თქვათ კონტაქტი ამ ადამიანებს შორის იყო, შინაარსზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. არანაირი არც SMS-ი კი არა, ასე რომ დაფიქსირებულიც არ არის ეს SMS-ია თუ არა, ეს ზარია თუ არა, ეს არის უბრალოდ ინტერნეტ აქტივობა. ანი, მე ვკითხულობდი თქვენ Facebook გვერდს და გამოაქვეყნეთ იქ თქვენი გამოკითხვის რაღაც ნაწილი თუ არ ვცდები. სადაც მიანიშნეთ, რომ ასეთი შენიშვნა აქვსო გაკეთებული, არ თანამშრომლობს რუსეთთან. ეს თქვენ თქვით თუ თვითონ ჩათვალეს? არა, ეს მე ვთქვი, თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ არ თანამშრომლობ რუსებთან და არ მივეცი ამ ბრალდებულად დაკითხვის იქ უკვე იზოლატორში როცა გადამიყვანეს, იქ შემოვიდნენ და უნდათ რომ ბრალდებულად დავეკითხე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველი წუთიდან ვითხოვდი ადვოკატს, სახში რომ შემოვიდნენ, იმ წამიდან ჩემი უფლებაა რომ მყავდეს ადვოკატი. და ეს მათ თუნდაც იმ ოქმის დასაწყისში წერია, რომ მე უფლება მქონდა მომეთხოვა ადვოკატი. არ მაღირს ეს
არც სახში რა თქმა უნდა და არც იქ არ შემოუშვეს ადვოკატი და უნდათ დავეკითხეთ ესე ადვოკატის გარეშე. ამიტომაც განვუცხადე უარი დაკითხვაზე და იქვე რომ მითხრეს მიზეზი რატომ ვუთხარი რომ რუსები ხართ და თქვენთან არ თანამშრომლობთ. როგორ შემოვიდნენ სახში? დარეკეს ზარი, ზარი დარეკეს შემოსვლა, რა ხდებოდა ეს სურათიც რომ მოგვიყვეთ? კი, შვიდათ იყო შემოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ეგრევე გავუღეთ კარი. როგორც კი ზარი დარეკეს, კარი გავუღეთ. იმ წამში. თორე ედგათ გამოსამტვრევიანი და უროიანი და ეს რაღაც კარის გამოსამტვრევი ხელსაწყოიანი ადამიანები, რომლებსაც როგორც კი კარი გავაღეთ, უთხრეს თქვენ წადითო. იყვნენ ავტომატებით შეიარაღებულები, რაღაც სამხედრო კამუფლირებული ხაკისფერი ტანსაცმლით ავტომატებით შეიარაღებული იყო, რა ვიცი, რამდენიმე ადამიანი ჯერ ესენი შემოვიდნენ, ავტომატიანი ადამიანები, ტელეფონი ამ დროს ვერც მოვასწარი, აი იმდენად უცებ გავუღეთ კარი, რომ ბავშვი იყო სახში და რამე არ მომხდარიყო. რომ ტელეფონის კოდი რო გავხსენი და Facebook-ზე რო შევედი ლაივი ჩამერთო, უკვე ავტომატი მქონდა მოშვერილი, რომ ტელეფონი დამეგდო, მომთხოვეს. ყველა ოჯახის წევრს დაატოვებინეს ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო პატაკში უწერიათ, რომ მხოლოდ მე, ჩემი და ბაჩოს ტელეფონი უნდა ამოეღოთ, მაგრამ ბავშვსაც კი წაართვეს ტელეფონი და ნუ ყველაფერი წაღებულია, რა თქმა უნდა, ბავშვის ტელეფონი კი არა, ჩემი უფროსი შვილის ესე იგი 26 წლის არის და წარმოგიდგენთ 3 წლის რომ იყო და ბასტიბულბუში რომ მღეროდა, ის კასეტებიც, ვიდეო კასეტებიც კი აქვს წაღებული. ხო, რაც შეეძლოთ, ნუ მაქსიმალურად ყველაფერი წაიღო. ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩვენ გარეშე, ჩვენ უკვე გაყვანილები ვიყავით, მე არ ვიცი რა წაიღეს იქ და რა დადეს და რა მოიღეს და რა ჩადეს და მაგრამ ისიც მიკვირს, რომ ტროტილი არ თქვეს ეგრევე, რომ ტროტილი ამოვიღეთ იქედანო. ერთი სასაცილო მომენტი ის იყო, რომ ბაჩო როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო ტანკისტების დღეს, ტანკისტებმა აჩუქეს რაღაც სუვენირი, ტანკისტის ქუდი და ის ქონდა როგორც სუვენირი სამახსოვრო შენახული და ეს რომ დაინახეს თვალები გაუნათდათ. ანუ იმდენად არაფერი ვერ ნახეს რომ ტანკისტის ქუდზე გადაირიენ. ასევე წაღებული არის დამაფონია წაღებული და იმდენი რამე აქვს წაღებული, იმიტომ რომ რაღაც პარკების რაოდენობა დალუქული რო გავიგე რამდენი აქვს წაღებული, უამრავი რამე აქვს წაღებული რეალურად, მაგრამ არც ვიცი დღემდე რა აქვს წაღებული. ანუ მაგალითად ბაჩო რო ციხეში იშდა იმდენი წელი, ნახევარი ცხოვრება, შეგნებული ჩემი ნახევარი ცხოვრება. იქედან რო წერილებია გამოგზავნილი ჩემთან, შვილებთან, რა ვიცი, მეგობრებთან, მე მეც რომ გაგზავნილი, მე ბაჩო რო ციხიდან წამოვიდა, ხო წამოვიღეთ ეს ყველა წერილი და მაგალითად დიდ ყუთში მქონდა ეს წერილები. საქმის მასალები, რაღაცეები ძველი, ბაჩოსი, რა ვიცი, უამრავი რაღაცა წაიღეს, აი ესეთი საერთოდ რო არაფერი არ ჭირდებოდათ ისეთი. და ორივე ერთად დაგაკავეს და მე გამიყვანეს, ბაჩოს დაანახეს რომ მე მივყავარ და სადღაც როგორც მე მითხრეს, ნახევარი საათის შემდეგ ბაჩო გაიყვანეს. კი, ტერორისტები ხართ, ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ, მძევლად აიყვანეს ცოლშვილი და მაიძულებდნენ აღიარებას იმისი, რაც გამიკეთებიაო, ეს იყო ბაჩოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება, ამაზე სუსში უპასუხეს და თქვეს, რომ ცოლის დაჭერითა და ბავშვების ობლად დატოვებით მუქარა არის ცალსახა ტყუილი. თქვენ იმიტომ რომ ჯერ ერთი მას თავის თავზე აღებაზე არ იყო, ლაპარაკი იყო მეგობრებისთვის დაედო ხელი და მეგობრები დაედანაშაულებინა ძალადობრივი, ჯგუფური ძალადობრივი რეჟიმის დამხობაში. წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობრივი რეჟიმის დამხობაში. მარტო ბაჩოზე არ იყო აქ ლაპარაკი, აქ ეუბნებოდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც არაერთხელ თქვით, რომ ჩვენი მეგობრები არიან. და ასევე მარტო ჩვენ არ აგვიყვანეს იმ დღეს მძევლად, აიყვანეს ბაჩოს ძმისშვილიც, რომელიც სადარბაზოდან იმ წუთებში გავიდა ზუსტად, როდესაც ესენი მოვარდნენ. 13 წლის ბავშვი, რომელსაც დათა ახალაი ექვია ასევე, მამის სახელი და როდესაც კითხეს რა ქვიაო და დათა და გვარი ახალაიაო, ეგრევე წაართვეს ტელეფონი, სახში უნდა დაბრუნებულიყო ბავშვი და ელოდებოდა დედამისი, ბებიამისი, ბაბუამისი. ასაკი მაინც ეკითხათ ბავშვისთვის. ასაკიც კითხეს, ყველაფერი გამოკითხეს საერთოდ. ისთვის იყო, ვისთან იყო, რატო იყო, რა ჯიბეებიც დაუთვალიერეს, ყველაფერი გაჩხრიკეს და ყავდათ დაკავებული ესე
2 საათზე მეტი 3 საათამდე ყავდათ დაკავებული და დედამის ეგონა უკვე რომ ბავშვი ან რაღაც ავარიაში მოყვა ან სადღაც დაიკა. ნუ წარმოიდგინეთ რა დღეს ჩავარდა 112-ში დარეკა დედამისმა. ტირილით რომ ბავშვი მომიძებნე თუ 112-შიც კი აქვს ზარი განხორციელებული. და დედა რომ ურეკავდა ტელეფონზე ბავშვს არ აპასუხებინეს ამდენი ხნის განმავლობაში. ისიც იმ დროს მძევლად ყავდათ აყვანილი. ხო, ეს არის ნამდვილად მძევლად აყვანა. აი თქვენ რას დაარქმევდით ამას ყველა ის რაც ხდება თქვენი ოჯახის წინააღმდეგ? ტერორია ჩვეულებრივი. ხო, აი რა ერთი მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ოკუპაციის ქვეშ ვართ ახლა რუსული ხელისუფლება გვყავს. რუსები არიან და ამასაც ვაცნობიერებ, რატო ხდება ეს? ისე ხო არ ხდება. და მზად ხართ და შეგუებული ხართ იმას, რომ შეიძლება აი ახლა ამ ხელისუფლების პირობებში ბაჩო ახალაია კიდევ 9 წლით ჩასვან ციხეში და მიგაყოლონ თქვენც აი ამას ასე უშვებთ. სხვათა შორის 2012-ში როცა ბაჩო დააკავეს, მაშინ კი ბევრი რამე არის საერთო და ძალიან ბევრი რამე მახსენდება ეხა იმ პერიოდის, მაგრამ მაშინ ბიძინა ივანიშვილი თეთრ ცხენზე იჯდა და რა ვიცი, სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ესეთი რეპრესირებული და ბაჩოს ირგვლივ ადამიანები, მეგობრები იყო ცოტა განსხვავებული. ეხლა მეტ ემპათიას ვხედავ. ყველა იმდენი ადამიანი ყავს ციხეში გამოკეტილი, იმდენი პატრიოტი. იმდენი რა ვიცი, იმდენი უბედურება აქვს დატრეული და ყველამ იმდენად იცის უკვე რომ რუსები არიან. ეხა უფრო ბევრად მარტივი არის ჩემთვის ეს ბრძოლა, მაგალითად, ვიდრე მაშინ რო იყო. კი. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა უფრო სასტიკები არიან, ვიდრე მაშინ იყვნენ. იმიტომ რომ ეხა ყველას მიმართ სასტიკები არიან. ეხა უკვე შვილებსაც არ ინდობენ, ცოლებსაც არ ინდობენ, ძმისშვილებს არავის არ ინდობენ საერთოდ. და ეს მარტო ჩემ თავს არ ხდება, ხო, ამდენი ადამიანი არის ესე. არაფრის გამო სამშობლო სიყვარულის გამო უზით ადამიანები ციხეში, რომლებიც არ არიან კრიმინალები პირიქით, არიან უგანათლებულესი ახალგაზრდები. მათი მშობლების ტოლა ადამიანებიც ყავთ ციხეში, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ემსახურებოდნენ მთელი ცხოვრება, ზოგიერთი ომშიც იბრძოდა. ძიმე დაავადებების მქონე ადამიანები და ეს წამება ციხეებში და მე ამას წამებას ვეძახი, როდესაც აი ძიმე დაავადების ადამიანები ციხეში ყავს. უმიზეზოდ თანაც, სრულიად უმიზეზოდ, ამასაც წამებგო, ეს მათი ხელწერაა ძალიან ჩვეულებრივი. ანი. ასევე მინდა ერთი რამე რომ არ დამავიწყდეს, გუშინ გავცელა იმედზე ატრიალებენ ზვიად გაგუასთან დაკავშირებით, ესე იგი უდიდეს ტყუილს. აი ბლებს, როგორც ჩანაწერი იყო ბატონ პაატასა და ბაჩოს შორის ბლეფი, როგორც აი სუსის განცხადება, რომ ბაჩო ახალაია თავის თავზე არიღებს და ესე იგი ცოლის გადარჩენა არ უნდა და რაღაც თუნდაც დაკითხვის დროს რო სასწრაფო, ნუ აი როგორც იციან ხოლმე დადგმა სპექტაკლების, ეხა ზვიად გაგუა ყავთ აჩემებული, შეიძლება ისიც დააკავონ ალბათ და იმიტომ არ ვიცი რატო ჭირდებათ გაშავება მისი. უდიდეს ტყუილს იძახიან. ამბობენ, რომ 2013 წელს ზვიად გაგუა ჯარისკაცები ცემა და შეუზღუდა თავისუფლება და ამის გამო გაასამართლეს. რეალურად ზვიად გაგუა 2012 წელს როცა ბაჩო დააკავეს, ბევრი მისი მეგობარი წაიყვანეს და უთხრეს, რომ თუ ბაჩოზე ჩვენებას არ მოგცემთ, აუცილებლად წახვალთ ციხეში ძალიან დიდი ხნით. და ზუსტად ესეც 9 წლიანი მუხლით წაუყენეს ეს ბრალდება ჯარისკაცების ცემაზე, მაგრამ ნაფისმა მსაჯულებმა გაამართლეს. და ზვიად გაგუა არც ერთი დღე არ ყოფილა რა ქვია, მსჯავრდებული და ციხეში. მაგრამ ეხა ატრიალებენ უკუღმა ამასაც. ასეთ პროპაგანდას ეწევიან. არ არის გამორიცხული, კი, არ არის გამორიცხული, რომ ისი დაკავება რა შეჭირდებათ, იმიტომ რომ ნუ ეხა მე ჩემი გამოცდილებითაც ვამბობ, ჩვენ რო გვაშავებდნენ, ბაჩოს რო აშავებდნენ, ეს ამისთვის ჭირდებოდათ. ეხა ზვიად გაგუაზე დაიწყეს გაშავება. ორჯერ წაიყვანეს დაკითხვაზე და იგივე გაუმეორეს. იქაც უთხრეს, მის წინააღმდეგ, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ოღონდ ეხლა უკვე ნახეს, რომ ვერ გატყდებოდა ამით და ეხა უკვე ჩემზე უთხრეს, რომ მე არ გამომიშობდნენ, თუ არ მისცემდა ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენებას. და კიდეც იქაც უთხრეს კიდეც ესეთი ფრაზა, რომ შენ კარგი ნამეცადი ნავარჯიშები ხარო. სპიკერად იყენებდაო მეუღლესო ბაჩო ახალაიაო ანინა დარეიშვილს კი სპიკერს როგორც სპიკერს დამხობის წინა პერიოდშიო და მოკლედ ბევრი ისაუბრა. ხო, ნუ აი აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ღვევენ უკვე.
დიდი ხანია ესენი, მაგრამ ეხა განსაკუთრებით ეს დღეები ყველა აბსოლუტურად. ანი, რას აპირებთ და რა სიტყვით, აი რა შეგიძლიათ თქვათ, ეხლა უკვე დასასრულს უახლოვდება ჩვენი ინტერვიუ და ამიტომ აი რას აპირებთ, როგორ ხედავთ ახლა თქვენი ბრძოლის გზას? თქვით რომ არ გაჩერდებით, რომ ყველაფერს გაასაჯაროებთ, რომს დაგიჭირონ მიუხედავად ამისა. რას აპირებთ, როგორ ხედავთ, რა იქნება? ზუსტად ესე, ანუ არანაირი უკან დახევა, არანაირი შიში, არანაირი დათმობა და არ ვიცი, რითი უნდა დამემუქრუნა, კიდე რა უნდა გააკეთო, რომ საერთოდ ქვეყანა არის უბედურ დღეში, ქვეყანა არის გადასარჩენი. თუ ჩვენ ამ ქვეყანას ეხა არ გადავარჩენთ, აი უახლოეს პერიოდში, მაშინ ძალიან დიდი ხანი ისევ როგორც კომუნიზმი იყო, ისევ იქნებით. იმიტომ რომ ვიღაცები უკვე სუპი მაგ და სუპსა ჭამრო არიან ადამიანები, უკვე არიან შეგუებული იმას, რომ ესე უნდა იცხოვრონ, მთავარია მშვიდობა იყოს, აი ეს ნარატივი რო აქვთ და მთავარია სუპი ქონდეთ. და სინამდვილეში არ იციან რომ მშვიდობა კი არა აქვთ. არა ეს არ არის მშვიდობა რაც ამ ქვეყანაში ხდება, ნამდვილად, არანაირად. როდესაც 2012 წელს ვამბობდი, რომ თქვენს კარზეც მოვა ეს უსამართლობა ამათი მხრიდან თქო, იმიტომ რომ ხელა უსამართლობა ტრიალებდა და არავინ არ იზიარებდა ამას და პირიქით იჯერებდნენ რომ მართლა ესე იყო და სინამდვილეში ესე არ იყო. ვეუბნებოდი რომ თქვენს კარზეც მოვა დაიჩოქებს ეს აკლემი, მაგრამ არავის არ ჯეროდა. ეხა უამრავი ადამიანის კარზე დაიჩოქა ამ აკლემმა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს სუპს ჭამენ და კმაყოფილები არიან, იმათანაც მივლენ აუცილებლად. და ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ჩვენმა შვილებმა ისევ რაღაცა ისევ ქუჩაში არ მოუწიოთ გამოსვლა და ისევ ამ ომში არ იყვნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი ნაწილი არის ამისი, რა თქმა უნდა, ბაჩოს დაკავებაც, თუნდაც ჩემი არ ვიცი დაკავება არ დაკავება, როგორც არის, როგორც დანარჩენი ყველასი, იმ ადამიანების უდიდესი მხარდაჭერა და პატივისცემა მინდა აქედან ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დღეს უკანონო დაკავებული, აბსოლუტურად ყველას. მინდა მხნეობა ვუსურო და ისინიც იბრძვიან იქიდან, როგორი გაუტეხელები არიან, აი დღეს ვუყურეთ. წავიკითხე დღეს ვასილ კაძმაშვილის წერი. ხო, აი ეს ყველაფერი ერთმანეთს ყველა ჩვენ ვაძლევთ აი ამ რაღაცა სიმხნევეს ამით და უფრო ბევრნი ვართ. მაშინ ძალიან ცოტა ვიყავით 2012 წელს, მაგრამ მაშინაც არ დავნებდი. ეხა უფრო ბევრი ვართ. და არ უნდა დავნებდეთ, არც ერთი ნაბიჯი არ უნდა დავიხიოთ უკან და აუცილებლად გავიმარჯვებთ. გჯერათ რომ გავიმარჯვებთ. აუცილებლად, კი. ძალიან კარგი, ბაჩოს ალბათ ტელევიზორი ახლა არ აქვს, თორე გეტყოდით რომ მასაც მიმართეთ თქო, თუ გინდათ რამის თქმა. არა, მე სამწუხაროდ ადვოკატის უფლებაც შემიზღუდეს, თუმცა ძალიან უსამართლოდ, იმიტომ რომ რეალურად თუ 48 საათში ბრალს არ წაგიყენებენ, არ ითვლები ბრალდებულად. მიუხედავად იმისა, პროკურორმა რო თქვა, რომ ჩემი სტატუსი გაურკვეველია, იურიდიულად ესეა, მართალია ესენი კანონებს და იურიდიული სერტიფიკატებს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ 48 საათის განმავლობაში თუ არ წაგიყენებენ, არ ახარ ბრალდებული. რაც შეეხება ჩემ მოწმეობას მაგ საქმეში, რომელიც 10 ოქტომბერს რომ დამიბარეს მაშინ სამალავებთან დაკავშირებით, გაერთიანეს ყველაფერი ეს საქმე. მოწმეთაც ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ აქვს სრული უფლება საპროცესო კოდექსით, რომ ჩემი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ მივცე ჩვენება. ამიტომ რეალურად ადვოკატის უფლების შეზღუდვა მათ არ აქვთ. მაგრამ ესეც ერთ-ერთი წნეხი არის ბაჩოზე ხა უბრალოდ. ანი, მინდა რომ გისურვოთ გამარჯვება, სიმშვიდე, ძალა მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ დიდი გზა გაქვთ ახლა და ბევრი გექნებათ დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ საბრძოლველი გამძლეობა მინდა. უღრმესი მადლობა. რა ვიცი, იმედი მაქვს რომ 2026 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის და ამ ქვეყნისთვის იქნება შედარებით უკეთესი მაინც თუ არა საუკეთესო, ვიდრე იყო 2025. მადლობა. თქვენზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. ნამდვილად ყველაფერი. უღრმესი მადლობა. მადლობა რომ იყავით ჩემს სტუმარი.